გამარჯობა, მე ლევანი ვარ, ეს ჩვენი გადაცემა ღია კარია. აი ამ უზარმაზარი დიდი კარით შემოვდივართ სამოთახიან ბინაში, რომლის კვადრატულობაა 155. ჩვენ ახლა ტერიტორიულად ვართ ისანში, კერძოდ ჰოლბრუკის ქუჩაზე. შემოსასვლელში გვაქვს დიდი ზომის კარა და შესანახი, შეგვიძლია ვთქვათ, გურთუკი გავიხადოთ, დავკიდოთ ფეხსაცმელები და შემდეგ კიდე შემოვაღოთ კარი, ცოტა უცნაურობაა, თუმცა საინტერესო და უკვე შემოვიდეთ ბინის ტერიტორიაზე. რას გვაძლევს იდეაში ეს ყველაფერი? მარტივად სადარბაზოს ფართი იყო, მეზობლებთან შეთანხმებით და თავმჯდომარესთან შეთანხმებით გადაიწია იმ ფუნქციამ, უბრალოდ კარის ნაწილი გადავიდა იმ მხარეს და როგორც კი შემოდიხარ, შეგიძლია ვთქვათ, სველი ფეხსაცმელებით აღარ შემოხვიდე, არ და ნაგვიანო შენი შიდა ტერიტორია და იქვე დატოვო. ეხლა რატო გადავწყვეტეთ ამ ბინის გადაღება? როგორც ხვდებით, აი ამ სივრციდან, ამ ფოლიდან გამომდინარე, ერთ-ერთი საინტერესო ინტერიერის მქონე, კლასიკური ინტერიერის მქონე ბინაა. როგორც გითხარით, 155 კვადრატია, აქ გვაქვს ორი საძინებელი, ორი სველი წერტილი, ცალკე სამზარეულო, ცალკე თავისთავად მისაღები, 3 აივანი და ულამაზესი ხედები. მე-18 სართულზე ვართ და ამ ბინის საბაზრო ფასი, რა ფასათაც არის გამოტანილი, თქვათ, საიტებზე, სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ არის $327,000, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენი გამომწერებისთვის ეს შეთანხმებას მივაღწიეთ მესაკუთრესთან და $320,000 შეგიძლიათ შეიძინოთ. ლინკი აღწერაში იქნება. მარტივად რომ გამოვყვეთ, თითოეული კარი არის ამ ბინისთვის შექმნილი. საინტერესო ის არის, ეგრეთ წოდებული შპონი აქვს გაკეთებული, რკინის კარი შიგნიდან არის დაფარული და ესეთივე ვიზუალი აქვს, როგორც თითქმის ყველა შესასვლელს კარს. ეხლა კონფიგურაცია რო ავხსნათ, როგორც კი შემოდივართ, მარცხენა მხარეს გვაქვს საძინებლების ზონა თავის სველწერტილთან ერთად და იქით მხარეს, ვაკოს მხარეს არის უკვე მისაღები და სამზარეულო. სველწერტილში იშვიათად შევდივარ ხოლმე, მაგრამ ძალიან საინტერესო ამ სველწერტილის ჩვენება თქვენთვის. პატარ-პატარა ნიუანსებია, რაც აკლია და თქვათ ახალი მესაკუთრე შეავსებს, მაგრამ დღეს ვერავის ვერ გავაკვირვებთ, თქვათ, აბაზანით, რომელიც გამოყოფილია, კი ვიზუალურად ძალიან ლამაზია, სიმწვანეა, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო რაც არის, ალბათ შეამჩნევდით, არის ჭაღი. ჭაღი სველწერტილში იშვიათად რო გადაგვეღოს ჩვენ და მით უფრო იშვიათია ესეთი ფორმის ჭაღი, რომელიც ნებისმიერ მისაღებ ოთახს მოუხდებოდა და დაამშვენებდა. მე მაგალითად ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, უხდება კლასიკურ დიზაინს, მით უმეტეს შავი ფერი და ოქროს ფერი ხო ძალიან ერწყმის ერთმანეთს და მე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს ჭაღი ზუსტად ამ სივრცისთვის არის შექმნილი. საინტერესო იქნება თქვენი აზრიც, რომ დააკომენტაროთ და აღნიშნოთ, თქვათ, რამდენად მოგეწონებოდა და რამდენად პრაქტიკული იქნებოდა ხმარებაში ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება კიდევ იმ ნაწილს, სანამ იქით გადავიდოდეთ, მინდა ესეთი გარემო შევქმნა. ვაკო, რამდენად კარგი კადრია, ავანთო იყოს ისევ ეს. ორივენაირად შეიძლება იყოს. მე მგონი კარგია, ხო? კი ბატონო, სიმყუდროა იყოს. წარმოვიდგინოთ, როგორც კი შემოვდივართ, აქეთაც ჩავაქრობ, აი ესეთი გარემო კორიდორში ხდებოდი. ხო, თითქმის თანამედროვე, ვთქვათ, კლუბებში, თანამედროვე რესტორნებში შეიძლება უკვე ტენდენციურად ნახოთ აი ესეთი დიზაინი, კლასიკური დიზაინი, რომელიც გადაწყვეტილია მოლდინგების საშუალებით. მოლდინგი უკვე თანამედროვეობის განუყოფელი ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილია. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება მარტივად ცივი კედელი, ცივს გულისხმობ არა ვთქვათ თვითონ ფაქტობრივად ცივს, არამედ მიხვდით, ხო? ერთი დიდი ცივი კედელი, როგორ შეიძლება გადააქციოთ ხელოვნების ნიმუშად. დამატებული ამ ყველაფერს განათება ყვითელი ფერის, რომელიც არის თბილი ფერი და რომელსაც ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ თვალისთვის არის რაღაცა თერაპია, შეიძლება ითქვას, განსხვავებით თეთრი ნათებისა, ნეიტრალური ნათებისა და აი ამ ჯადოსნური კორიდორით შეგიძლია გადაინაცვლო საძინებლის ზონებში. აქეთ გვაქვს დიდი ზომის საძინებელი და მიხვდებით, რომ კლასიკური და თანამედროვე სტილის პატარ-პატარა დეტალები არის ერთმანეთთან შერწყმული. როგორც ვთქვით, დიდი ზომის საძინებელია, გამოყენებულია ლამინატი, რომელიც ტოვებს უფრო ფილის ელფერს, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან მაგრად უხდება თავისი ხის, უბრალოდ მუხის ჩაკერებული კოჟრებით, შეიძლება ესე ითქვას, წარმოდგენას გვიქმნის, რომ თითქოს პარკეტია. ეხლა რაც შეეხება ამ დეკორ კედელს, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი სათავსოა, შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ეს არის უბრალოდ დეკორი, მაგრამ თითქმის აი ეს ყველა ნაწილი არის გამოყენებადი სათავსო.
როგორც იტყვიან, მით უმეტეს ქალბატონები არ არსებობს ზედმეტი სათავსო და ზედმეტი ტანსაცმლის კარა და რაც შეეხება თვითონ ბინას, ბინა არის კუთხის. რატო მინდა ამას ხაზი გაუსვა? თითქმის იდეალური ხედი აქვს. ვანახოთ. ესეთი სივრცე ძნელია წარმოიდგინოთ თუ ძალიან მაღალ სართულზე არ ხარ და თუ ძალიან დიდი სივრცე არ არის შენს ირგვლივ. აი, ნებისმიერი ლოკაცია, რომლითაც ადამიანი და ხედი, რომლითაც ადამიანი თავს იწონებს ხოლმე, მაგალითად, თაწმინდა სამება, ვთქვათ, აქეთა მხარე, ბომბორას და ასე შემდეგ, ყველა ლოკაცია ჩანს. და ჩანს ხელის გულზე. ყურის სანაპირო აქ გვაქვს, აქედან მეტრომდე აი ამ არქის შენობის უკანა მხარეს არის მეტრო, იქვე არის ვთქვათ მაკდონალდსი, სავაჭრო ცენტრები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და ეს არის თან ერთადერთი ხედი. ეს არის თან ერთადერთი ხედი, ანუ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან დიდი სივრცე გაქვთ, პლუსი კიდე ის არის, რომ კოეფიციენტიდან გამომდინარე, პატარ-პატარა მიწის ნაკვეთებია და მაქსიმუმ 8-9 სართულიანი კორპუსი აშენდეს, ანუ თქვენ ხედს ვერაფერი ვერ დაფარავს. მარტივად რო ავხსნათ. ეხლა ეს გამჭვირვალე და თითქმის სარკისებრი ეფექტი რამ გამოიწვია ამ ხარეს. შეიძლება ადამიანმა უცებ წარმოიდგინო, რომ ისეთივე პატარა კარა და როგორც ჩვენ გვინახავს ხოლმე, მაგრამ არა, შეგვიძლია შევიდეთ და აი ეს დიდი ზომის საგარდერობო სივრცე გამოვიყენოთ, ვთქვათ, მამაკაცისთვის, ქალბატონისთვის. მე ესე ვიტყოდი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეხლა ზუსტად შუაშია გაყოფილი ქალის და კაცის ტოლი კვადრატულობით, ვთქვათ, პროცენტულად 50-50-ია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ცოტა აქეთ უნდა იყოს, ანუ მამაკაცის უნდა იყოს სადღაც 20-30%, თავიდანვე ჩანაფიქრშივე, იმიტომ რომ მაინც იქამდე მიდიხარ და თავიდანვე ჯობია რომ ეგრე გაითვალისწინო. აქეთ არის უკვე მეორე საძინებელი. ეს შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად შეიძლება გამოიყენო როგორც საბავშვო საძინებელი, არა იმიტომ, რომ თქვა ზომიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ზომის არის, ამასაც თავისი კარა და აქვს, უბრალოდ ფერებია ისეთი, რომელიც აუცილებლად შედარებით პატარა ან ბავშვს, ან გოგონას მოუხდებოდა თავის საძინებელში, იმიტომ რომ დადებითად მოქმედებს, რაც უფრო ესეთი ფერია, უფრო დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. სულ წერტილს ვაკო გაჩვენებთ, აქ გვაქვს უკვე საშხაპე, აქაც ძალიან ნათელი და ძალიან ლამაზი ფერებია და კარგად ერწყმის ერთმანეთს და ჩვენ უკვე დაგვჭა ორი კარი. ამ ორ კარში ამ ორი კარიდან ერთში არის სამზარეულო, აი აქ უკვე შეგვიძლია შევიდეთ. დიდი ზომის სამზარეულო, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რაღაც აკლია, არა, ვთქვათ, სამზარეულოს კუთხით, არამედ შესავსებია. დავიწყოთ იმით, აი აქ გვაქვს უკვე ბლუმის მექანიზმები, რომელიც მხოლოდ LTB-ში შეგიძლიათ შეიძინოთ, ნუ ექსკლუზიური წარმომადგენლები არიან და აი ესეთი ნაჭერი, მე ვფიქრობ, საინტერესოა. კი, შეიძლება უფრო ხარჯიანი იყოს იმ კუთხით, რომ პატარ-პატარა, ვთქვათ, ნაწილები დარჩება, მაგრამ, ნუ, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ არ დაზოგოთ, ესე ავწიოთ და ეს მარტივი მექანიზმები, ისეთი მექანიზმებია, რომელიც ადამიანს ეხმარება. შეიძლება ითქვას, მით უმეტეს ქალბატონს აუცილებელია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა პატარ-პატარა რაღაცებით დაეხმარო. აი მაგალითად, ნუ ვახსენეთ ეს ბლუმის მექანიზმი, აქ გვაქვს აი ესეთი სათავსო, სადაც შეგიძლიათ ვთქვათ, ხილი გადაანაწილოთ, ჩადოთ მარილი, შაქარი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, რო აღარ დავწულმანდეთ, მარტივად მიხვდებით. მოჭრესარიცხი მანქანა, ძალიან ბევრი სათავსო, როგორც გითხარით, push მექანიზმია, ანუ მიაწვევით და შედის გამოდის. ეხლა აქ რა დარჩა? მაგი და სკამები, თავისთავად, დიდი ზომის ჩაშენებული მაცივარი, ძალიან ლამაზი. რაც არ უნდა ბრენდი იყოს, მოდი შევთანხმდეთ, რომ ჩაშენებული მაცივარი, როცა არის ძალიან ლამაზი. ამაზე განიერი, ნუ იმ ეტაპზე, როცა ეს ბინა დასრულდა, არ იყო ბაზარზე გამოტანილი, ანუ ამაზე დიდი ზომის მაცივარი. ნუ შეიძლებოდა რომ ორი ცალ-ცალკე განყოფილება ქონოდა, მაგრამ ნუ ესე გადაწყდა ყოველ შემთხვევაში. აქაც ერთი აივანი გვაქვს, თუმცა ესეთივე აივანს ვაკო აქეთ ვანახოთ, ძალიან მარტივი რაღაცის ჩვენება მინდა. აქ გვაქვს ერთი კარადა, სადაც იდეაში უნდა მოთავსდეს სარეცხი მანქანა თავისი სათავსოებით, აქვე და საშრობიც, სარეცხი მანქანა და საშრობი. ხო, აქ ცოტა უცნაური ის არის, რომ ერთი სახელური გამორჩა ესაკუთრეს.
და რატო გეტყვით? რატო გამორჩა იმას კი არ გეტყვით? რა არის აქ იმას გეტყვით? მარტივად შეგიძლია გაუთო შენი ნივთები. მე ამას დაკეტავ, დახურავ და აი აქ სახელური რო ქონდეს გაჩვენებდით, მაგრამ არა უშავს. ხო, რატომ მინდა რომ გაჩვენოთ, ეხლა მარტივია. ტანსაცმელს ჩაყრით. თქვენს ვინძურ ტანსაცმელს, რომლის გარეცხვაც ნებავთ, მარტივად ჩაყრით, მე ამოიღებთ. ეხლა მარტივად ვერ ყრი სახელური აკლია, მაგრამ მაინც და მაინც ნუ ჩავიციკლებით, ერთი სახელური ჩემზე იქნება, ვინც ამ ბინას შეიძენს. ეს ულამაზესი სარკე, არ ვიცი, აქ როგორ აღმოჩნდა ვიცი, მაგრამ აქ დარჩება თუ არა, იმას ვერ გეტყვით. საკმაოდ ღირებულია, მაგრამ ნუ ნახოთ, როგორ წავა მოლაპარაკებები, მე ვფიქრობ, რომ აქაურობას უხდება. თუმცა უცნაურია სამზარეულოში ამ ხელას არის. მაგრამ კორიდორს მე ვფიქრობ არ მოუხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი მოლდინგია და კიდევ ერთი საინტერესო პატარა კარადა შეიძლება ითქვას, გვაქვს ამ ნაწილში, ვაკო. ეს არის ფეხსაცმელების კარადა, რომელიც ასევე აუცილებელია ჩემი აზრით, როდესაც გაქვს საშუალება იმ პატარა კუთხეების ათვისების, რომელიც შეიძლება არაფერში პროცესში არ გამოიყენო, აუცილებელია შეავსო. არ მგონია ახლა ეს იმ ადამიანს ეყოს, ვინც აქ იცხოვრებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეუმსუბუქებს იმ ნაწილს, რასაც ქვია თქვა საწავიღო ფეხსაცმელები. კიდევ ერთი ჩემი მოსაზრება სუბიექტური, საინტერესო იქნება ჩვენი გამომწერების აზრი. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია ეს კარის ჩარჩო, ნუ ჭელის პლინტუსებიც ხო ძალიან ლამაზია თავისი ჩუქურთმებით და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო მაღალი კარის ჩარჩო უფრო მოუხდებოდა, აი ცოტა უფრო მაღალი და მასიური რო ყოფილიყო. სივრცეს კიდევ უფრო აწევდა, უფრო მოუხდებოდა ამას. მაგრამ რაც არის ძალიან მაგარია და ეხლა გადმოვინაცვლოთ ჩვენ უკვე მისაღებ ზონაში. საინტერესოა 155 კვადრატი პატარა არ არის, მაგრამ იმის კვალობაზე რომ გაქვს ორი დიდი საძინებელი, ერთ საძინებელს აქვს თავის დიდი საგარდერობე, ასევე სოელი წერტილი, ცალკე სამზარეულო, დიდი ჰოლი და დიდი მისაღები ზონა. აქ რა გვაქვს? აქ გვაქვს პიერ კარდენის კომპლექტი, შეიძლება ითქვას, რომელიც თავის დროზე საკმაოდ ღირებული იყო, ხა ციფრები რო არ ვთქვა, ну დაახლოებით ლარებში რო გადავიყვანოთ, შეიძლება 6 ციფრამდეც მიაღწიოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ არის ახალი, ვთქვათ, დღევანდელი და გუშინდელი მოდელი, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კლასიკურ დიზაინს ძალიან კარგად ერწყმის. რატო შეიძლება ღირდეს ეს შეფასების ამბავია, ვთქვათ, და გემოვნების ამბავი, თუმცა ვახსენოთ ის, რომ არის ძალიან მასიური. ანუ ბევრი კომპლექტში შედის ბევრი ნივთი, სავარძელი, დივანი, ეს დიდი ეგრეთ წოდებული ჟურნალების მაგი და ტელევიზორის სივრცე, კიდე ერთი კარადა, მეორე კარადა, თავისი სარკე, კიდე ორი ესეთი, რომელიც შეიძლება განაცალკეო და დადგა, დიდი ზომის მაგი და გათვლილი 8 ადამიანზე თავის კამებით. ყოველ შემთხვევაში ესეთი ცალ-ცალკე რო იყიდო, ხო, ცალ-ცალკე რო იყიდო, მაინც საკმაოდ ღირებულია რა, ანუ ცალ-ცალკე რაღაცები იყიდო და ხო, ვიზუალი აქვს ეს იტყვი, რომ ეს სადღაც კარგ ადგილას გაქვს ნაყიდი. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ თქვა სხვა არ მოუხდება აქაურობას, მაგრამ ნუ რაც არის იმის კვალობაზე ძალიან მაგარია და ძალიან მაგარია სხვათა შორის ჭაღი და ამაზე უნდა ვახსენო. ჩვენ რამოდენიმე გადაცემაში გითხარით და გაგიზიარეთ პატარა ხრიკები, როგორ შეიძლება მაგალითად ძალიან ბრენდული ან ჭაღი, ან დივანი, ან მაგი და ძალიან მარტივად მეასცეთ ფასში, ყოველ შემთხვევაში მიიღოთ. მაგალითად ერთი ესეთი იყო, თუ გახსოვთ, მაგიდა, რომელიც ღირდა 15,000 euро, ერთ-ერთი იტალიური ბრენდის მაგიდა იყო, რომელიც ჩვენმა გამომწერმა თავის სახლში დაამზადა დაახლოებით 1200 ლარად. მსგავსი მიმართულებაა ეს ჭაღი, რომელიც ორიგინალში დაახლოებით 12,000 euро ღირს, მაგრამ ჩინეთიდან ჩამოიტანეს, ну, რა თქმა უნდა, ახლა 12,000 euро არ დაჯდა, ბევრად გაცილებით ბევრად ნაკლები, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ შეგიძლიათ თუ მაინც და მაინც ჩაციკლული არ ხართ, რომ ორიგინალი გქონდეთ და ან ღირებ უბრალოდ მოგწონთ და გინდა შეწვდეთ,
მსგავსი ტიპის შეგიძლიათ გამოიყენოთ მიმართულება ჩინეთიდან ჩამოიტანოთ, ну შეიძლება ეხა ისეთი ხარისხი არ არის როგორც ვთქვათ ორიგინალი, მაგრამ ძალიან უხდება. შევთანხმდეთ, რომ ძალიან უხდება. აქეთ გვაქვს მეორე ხედი. აი ესე უფრო მარტივად რომ მიხვდეთ. აქეთ კიდე ფანჯრები გვაქვს და ვფიქრობ აქ უნდა დავასრულოთ აივანზე ჩვენი ვიდეო და გაჩვენოთ აი სივრცის შეგრძნებას, რასაც გულისხმობთ, როგორი შეიძლება კონდეს ბინას, კუთხის ბინას თავისი აივნით, ისეთი ზომის აივნებია, სადაც შეგიძლია ნებისმიერ ოთახს, საძინებლებსაც, სამზარეულოსაც და მისაღებსაც. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი ფუფუნებაა. რომ მაგიდა სკამები, კარგ ამინჩი, შეგიძლია ყავა დაისხა მეუღლესთან ერთად, მეგობრებთან ერთად და მიიღო სიამოვნება დადგმა. თუ აი ეს ვიდეო მოგეწონათ, ჩვენი ახსნა განმარტება მოგეწონათ, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი და ალაიქოთ, დაწეროთ კომენტარი, რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ვისაც სურვილი გექნება, შეძენით, კი იცით, რაც უნდა გააკეთოთ, გადახვიდეთ ლინკზე. დანარჩენი დაელოდეთ სხვა ვიდეოებს.